დილამშვიდობისა, პრინცესა. დილამშვიდობისა. ბაბუ ვეღარ გისურვებს მშვიდობიან დილას. ტონიც გაიყოლა. ამიტომ მაგიდა სამ ადამიანზე გავშალე. და ბატონი ენძი სადაა? არ იცოდა იმან ამდენი ძილი? არ ვიცი. ენდი, რას მიბუტები ვერ გავიგე? აპარაკით ვერაფერი გაგაგებინე და იქნებ გაბუტვით მაინც გაიგო რამე. და რა ვერ გამაგებინე? ის რომ წყინს მე. იქნებ ვერ მიხსნი კარგად რა გწყინს. აი მას ბავშვს რო აჩვენებ. მაგაზე შევთანხმდი ჩვენ? ო, ვატყობ. კვიჭიებიც თავზე დაგვაჩნდნენ, მაგრამ შენ და ტონი ვერაფერს უშობთ. აჰა, მე და ტონი უმაქნისები ვართ, ხო დაწი მამაშენმა თემური მიხედო საქმეს. დაწვდი. რა შუაშია გოგო გადაწვდომა? აი ამიტომ არ მომბობ არაფერს რა. ხადა ნუ ამბობ, იყავი ეგრე ჩუმად. რა მაქვს ალაპარაკო ადამიანთან, რომელიც ქმრის ნალაპარაკებს ყურადღება საერთოდ არ აქცევს და შვილიც კი არ უნდა მისგან. ხო იცი, მე შენ როცა გამოყავი არ მიყვარდი. მაგის მერე რამდენი დრო გავიდა? მე რა გააკეთე იმისთვის, რომ შემყარებოდი. რა არ გავაკეთე? მოკლედ. არ ვინი გასაგება თქვი, ხო? სოლომონ კვაზისაც ნახავს მამამისი. ასე ჯობია ბავშვისთვის. მამამისისთვისაც და სასამართლოსთვისაც. მე მეძახდი?